გამარჯობათ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვას ვიტყვი. საერთოდ ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, თუნდაც საკუთარი მოსისხლე მტერი იყოს, ტყვილი რაღაცა დაებრალოს და შეეტენოს და აი ეს ქოცები, ეს საზიზღრები, ესენი აკეთებენ ახალაიას გათეთრებას რა. ესე იგი, რა ზღაპრებს ყვებიან საზოგადოების წინაშე, მაგას კიდე დრო აჩვენებს და გამოავლენს, მაგრამ რაში ჭირდება ახალაიას სცენების მოგონება და დადგმა ამ დაუძინებელ სისხლიან მკვლელს, რომლის ადგილს დედამიწაზე ცივილურ ადამიანებს შორის არ არის და ეხლა დადგეს სცენები, დაუმონტაჟეს რაღაცა ხმები, რო თითქოს ბურჭულაძეს ელაპარაკება ზღაპრები, რავი, მარაზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. ახალაია ეხლა იმდონის ჩაჯმულია, ხო, საკუთარი გაკვებულის ეშინია. და ესენი კიდე ინახავენ საფრთხობელად ეს დედამოწყუნები და ჯერ იმედის ტელევიზიაზე აჩვენებენ ასეთ სასიზღრობას, რომ ვითომ ასეთ რაღაცებს აპირებს და მერე გადის დრო და კაციშვილი ხელს არ კიდებს ახალაიას. თქვენი უნიჭო მსახიობი დედაშევეცი ქოცებო რა, თუ კრიმინალია, ჩამდენია, თუ რაღაცის გამფუჭებელია და კიდე აგრძელებს თავის საქმეს, რატო არ იჭერთ? საფრთხობელად ინახავთ? ხალხს იზღება და ამისგან თქვენ პოლიტიკურ პროდუქტ შექმნით? მთელი ამ ხნის განმავლობაში ხო მთელი ნაციონალური მოძრაობა ასე დააკონსერვეთ და შემოინახეთ. ახლა ეს საზიზღრობა, ეს კიდე რაღაცა უფრო დიდი ზღაპრისთვის გჭირდება. თუ რატო ყავთ ასე ჩუმად და მიგდებული კუთხეში? ეს ერთი. და მეორე იქ ვითომ იარაღი რო ამოიღეთ და რაღაცა ეს ჟანგიანი რუსული პეკა პულიმიოტი და ეს ტყვიები დიდი ლენტებში ჩამწკრივებული რო ხალხზე მოახდინოთ შტაბეჭდილება და ჟანგიანი აკმ მოაგდეთ და აკსუ ამოაგდეთ და ეს ტანკსაწინააღმდეგო RPG 7 ამოიღეთ რამოდენიმე კუმულატიური ჭურვით. და ეს ახდენს რევოლუციას, ეს შეიარაღება, ამის თქმა გინდათ? ახალაია ხო დედამოწყნულია და ეს მდინარაძე რო ყავს ნაბოზვარი, ხო? ეს ახალაიას გაასწრებს. და ზღაპრები აქ ისეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებს შეშურდება. ოღონდ ახლა იმის მორალს არ შევადარებ რა. აი ესენი რასაც იგონებენ. ბიჭო, სირცხვილია, გასაგებია რომ ესენი დედამოწყნულები არიან. თქვენ რას აკეთებთ? იმის არ იყოს ჩვენო ექსიუპრიზი დავახვედრეთო პრეზიდენტის სასახლეშიო, ასე ვქენით და ისე ვქენითო სპეცრაზმი დაუმალეთ შენობაში. და თქვენ ეს გიხარია, თქვენ დედამოწყნულება და ასე იქცევა ცივილურ ქვეყანაში სახელმწიფო სპეცრაზმს მალავს შენობაში, რომ მე სიურპრიზები მოუწყოს ხალხს რა, ვინც არ უნდა იყოს ეს. აქამდე თუ იცოდით რომ ვინმე ოხერი და მაიმუნი იყო, რატო იმ წუთას არ აიყვნენ, პროცესი გეგმებოდა. მაგრამ ეს ზღაპრეები ხართ თქვენ დედაშევეცი. თქვენ ყველა. იმიტომ რეალობაში თქვენ მაგარი შეშინებული ხართ, ქოცები, ძალა არ ჩანს, არავინ რომ ხალხი გაყვეს. ეს არის. იმიტომ რომ თქვენ ყველა გაკრიფეთ, შუა გაკრიფეთ. და დაგრჩათ მარტო ნაციონალური მოძრაობა და ეს გაწყობთ, ახალაია გაწყობთ, კიდე ერთასი მარაზმატიკა გაწყობთ. ეს არის და ალიკო ელისაშვილი გაწყობთ კიდე. ალიკო ელისაშვილი. მარგინალი ალიკო ელისაშვილი. და ხაზარაძე გაწყობთ. სანამდე იქნებიან ესენი, მანამდე იქნებით თქვენ. ანუ მარადიულად. თუ ესენი გეყოლებათ სულ, გეყოლე იქნებით თქვენ, იმიტომ ვიტყვით რა, ესენი ხო არიან, მაგრამ ჩვენ კიდე მე და გავა ესე და გამოფხიზდება ქართველიერი და აიღებს და მეშვიდეთ და მერვედ იქნებით რა, მარიუსივით და სულასავით ხელისუფლებაში. ვინ შეგიშლით ხელს? ვინ? მარგინალი ოპოზიცია გეყოლებათ, გმირები ხომ უნდა იყოთ სულ. აი ეს არის რეალობა რა.